მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 19 თებერვალია და ტრადიციულად ოთხშაბათი დღე და ვიწყებთ მერაბ კოსტავას ეზოში შეხვედრას. ბატონი გურამ მაკაცარია. ბატონ გურამ, მოგესალმებით. მოგესალმებით, სრულიად საქართველოს ბატონებო და ქალბატონებო. როგორც აღნიშნა ბატონმა გიორგიმ, ამ ეზოში ჩაეყარა საფუძველი ეროვნულ მოძრაობას. ჩვენი ყველა გამოსვლა ამ სიტყვებით იწყება ბატონებო და ჩვენ ამით ატილს მივაგებთ იმ ამაკს, რაც ამ ეზოში გასიეს ბატონმა ფრიადმა და ბატონმა მერაბ კოსტავამ. დღეს მე გახლავართ საქართველოს ჰელსინკის კავშირის რესპუბლიკური გამგეობის წევრი იმ პარტიის, რომელიც დააფუძნა 76 წელს ვიადგამსახურდია. ჰელსინკის ჯგუფის შემდეგ ჰელსინკის კავშირად გადაკეთდა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი, დამოუკიდებლობაზე ხელისმომწერი გურამ მაკაცარია და ამიტომ ასე ვთქვათ, უფლის სიტყვებით, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და მეც მომეთხოვება, რომ დღევანდელი სავალალო სიტუაცია საქართველოში გავაცნო სრულიად საქართველოს და დავსახოთ ის გზები, რა გზითაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ჯერ ვიტყვი ბატონებო სამართალ მემკვიდრეობის შესახებ. სამართალ მემკვიდრეობა ნიშნავს, ვინც ნიშნავს არჩევნებს მოსული ხელისუფლება მისი სამართალ მემკვიდრეა. ანუ 4 არ ამკითხე კაცის, იოსელიანის, სიგუას, კიტოვანის და სხვების მიერ დანიშნული არჩევნებით მოსული შევარდნაძე იყო მათი სამართალ მემკვიდრე. შემდგომი პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იყო მიხეილის სააკაშვილის ხელისუფლება იყო ამათი ორივე სამართალ მემკვიდრე. დღევანდელი ბიძინას ხელისუფლება არის სამართალ მემკვიდრე ჯაბა იოსელიანის, შევარდნაძის, სააკაშვილის და ასე სანამ არ დამყარდება კანონიერი ხელისუფლება, ყველა ხელისუფლება იქნება ამათი სამართალ მემკვიდრე და ამიტომ უკანონო. მე დღეს არა მარტო თქვენ მოგმართავთ, არამედ მივმართავ ასევე ბატონებო დღევანდელ ამერიკის ხელისუფლებას, კერძოდ ბატონ ტრამპს და ილონ მასკს. სანამ რუსეთს ჰქონდა აღმოსავლეთი ევროპა, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო უძლიერესი სახელმწიფო. რაკეტის დანიშნულება არის მიიტანოს ასაფეთქებელი ატომური ბომბი იქნება თუ სხვა ბომბი დანიშნულ ადგილას, არ ჭირდებოდა რუსეთს მსგავსი რაკეტები შუაგულ ევროპაში ჩატანილი ქონდა 200-ზე მეტი ატომური მუხტი. ალბათ თქვენ რომ ევროპის უკეთ ახაზოთ და 200 ატომური მუხტი გაანაწილოთ, საშინელ სურათს მიიღებთ. მე ნანახი მაქვს თავდაცვის შტაბი, იქ მართვის სისტემებს ვაკეთებდით ჩვენ 70-იან წლებში, ვერისბაღის ქვეშ არის და საქართველოს უკაზე 80 საზღვარგარეთის ბომბი იყო დახატული. ესე იგი, რა ამბავია, 2 არ ეყოფოდაო, ვიღაცა იკითხავს, მაგრამ ქონდა ამერიკას 24,000 ატომური ბომბი, რუსეთს 25,000 ატომური ბომბი. კუბაში იქნება თუ აღმოსავლეთ ევროპაში, ეს ატომური ბომბები განაწილებული ქონდა ასე ტერიტორიული პრინციპით. ამიტომ 99 წლის 3 დეკემბერს მალტაზე გადაწყდა. იქიდან ატომური ჯარის გამოყვანა, იარაღის გამოტანა, რუსის ჯარის გამოყვანა 94 წლის 31 აგვისტომდე. მაგრამ რუსებმა მოითხოვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო და დიდი ქთამისა და შევარდნაძისა და გორბაჩოვის მოღალატეური მოქმედების შედეგად საქართველოს ხარჯზე მოხდა ევროპის განთავისუფლება. ერთი ატომური ბომბი რო დახატო ახლა სადმე გდრ-ის სამხრეთ-დასავლეთ წერტილში და იმისი აფეთქება ფაქტიურად მთელი ევროპის განადგურებას ნიშნავს ბატონო. აი ეს მოხდა ვაცლავ ჰაველის თქმით საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ პირდაპირ ლეგენდარულმა ჩეხმა პრეზიდენტმა ასეთი რამე ბრძანა. საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ 9 აპრილმა არა მარტო საბჭოთა ხალხი გაანთავისუფლა ბოროტების იმპერიისაგან, არამედ მთელი აღმოსავლეთი ევროპა
აქედან ჩვენი ლოგიკიდან გამოდის მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო გადაარჩინდა საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ. ჩვენ ვართ ამ ეროვნული მოძრაობის სამართალ მემკვიდრენი და მე რუსებმა მოითხოვეს აფხაზეთი დასამარჩავლე და ზვიად გამსახურდია თუ ცოცხალი იქნებოდა 94 წლის 31 აგვისტომდე ეს არ იქნებოდა ასე ვთქვათ ამისი დათმობა. ამიტომ ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ხარჯზე მოხდა ევროპის განთავისუფლება. ახლა მივმართავ ბატონ ტრამპს და ილონ მასკს. კეთილი ინებეთ ბატონებო და რაც მაშინ წაართვით საქართველოს, ანუ კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლება, რომელიც დღესაც არსებობს, ამოგვიდექით გვერდით, რომ დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტერიტორიები, თავისი საქმიანობა და ქართული ხალხი დასახდეს საქართველოში. მით უმეტესად თქვენ პროგრამაში პირდაპირ წერია ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვა. ამიტომ ჩვენ აქ ვინცა ვართ, მე როგორც პრეზიდიუმის წევრი კანონიერი ხელისუფლების, ჩემს გვერდით ჯომი ქალბატონი და ეს ბატონები ყველანი ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ და ავაკეთებთ ამას, ასაც ქვია საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, რადგან გავიმეორებ კიდევ 100 არჩევნები რო ჩატარდეს, 100 ზვიად გამსახურდიასა და მერაბის მენტალიტეტის მქონე კაცი რო დაждდეს პარლამენტში, ისინი იძულებული იქნებიან ჯაბას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ბიზნას სამართალ მემკვიდრეობა გააგრძელონ. ყველა ის უარყოფითი, რაც გაკეთებულია ამ წლებში საერთაშორისო კანონით, ამათ უნდა გააკეთონ. მე მოვიყვან 2016 წლის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს 10 დღით ადრე მან ტელევიზორში განაცხადა. თქვენ რომ მეუბნებით კოჰაბიტაციაო. პრემიერ-მინისტრობის დროს პირველი გასვლა მქონდა ბალტიისპირეთში ნატოს სამიტზე. ჩემთან მოვიდა ყველა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი და მითხრეს სააკაშვილს თითს ვერ დააკარებ. ასეა ბატონებო, იმ საერთაშორისო ძალებს, რომლებიც სააკაშვილისთვის თითს არავის დააკარებიებს და არც ბიძინასთვის, მოვთხოვე მე ახლა ჩვენ კანონიერი ხელისუფლების სახელით ვაცლავ ჰაველის სიტყვებიდან გამომდინარე, თქვენ თუ ჩვენ გადაგარჩინებთ და დღეს თავისუფლად ხართ და უფრო მეტიც რუსების წინააღმდეგ რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებისა და იარაღის თვითმფრინავების გამოგზავნა თუ შეგიძლიათ, ეს მოხდა საქართველოს ხარჯზე, კეთილი ინებეთ და დაუდექით კანონიერ ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთს გააჩნია ქვეყნის გასაჭირიდან გამოყვანის პრობლემა და არჩევნების დანიშვნის უფლება. ახლა სიტყვას გადავცემ ბატონ ირაკლი გაგნიძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრს ბატონებო და ასევე საგვარეულოს დამფუძნებას საგვარეულოს ინსტიტუტის. ბატონო ირაკლი, ხო. მეგობრებო, სასიამოვნოც არის და პასუხისმგებლობისაც არის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. მივედი ჩვენ დასკვნა დღეს, რომ საუბრობთ სანამ ეს გადაცემა დაიწყებოდა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ჩვენ აი ამ ეზოში ვინც დავიწყეთ ეს საქმიანობა, ეს იყო შეწირული ხალხი და ჩვენ ვართ შეწირულები, გეუნებით პირდაპირ აი და შეწირული ხალხი ვართ, ვინც უნდა შევეწიროთ ქვეყანა, იმიტომ რომ ქვეყანა გვეღუპება. გვეღუპება იმ გაგებით, რომ მივედი აი ამ ხრისკაცი ვარ, რაჭელი კი ვარ, გვიან მივხვდი, მაგრამ ამ ხრისკაცი ვარ, მივხვდი, რომ თურმე ბატონ ზვიას და ბატონ მერაბს პირდაპირ პარლამენტშივე თავიდან როცა დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა 90% მოღალატე ყავდა. ეს მოღალატეობა გამოდგა დღეს. დავინახეთ თვალნატყივი, რომ რა არის ეს ვითომ ეროვნული კაცი, რომ კაცი შეუჭდება თავი, ვინც ჩვენ გაგვანადგურა მართლა ეროვნულები, ისე ეროვნულებაში შემოპარული, ვითომ ეროვნულები იყო. და ბოდიშთა დედა გვიტირეს, ესე შინაურება. და ამიტომ მე მინდა ერთ რამე გთხოვოთ რა, ჩვენ აი აქ ამ ეზოში ვიწყებთ დღეიდან ერთ რამეს. ეს გვარიშულება. ჩვენ შევკრიბავთ 12 გვარს, რომელსაც აქვს დიდი სურვილი, რომ შეწირული იყოს. და
თითო კაცი გამოგვიგზავნა გვარიდან შეწირულების სახით, ვინც ჩვენ საბჭოში განიხილავს ჩვენი ერის მომავალს და ჩვენი საქმიანობის დაწყებას, რასაც ქვია ერის გადარჩენა. რადგან იცით რა არის? ყველაფერი სიბოროტეს სათავე არის სიზარმაცე. ზარმაცი კაცი წარმოშობს ყველაფერს საზიზღრობას. აი რუსები რო ძალიან გძურთ, ისინი ამბობენ წიხომ ბალოტი ჩერტი მოდიცაო. წყნარ აი ჭაობში ეშმაკები ბუდობენ. არ შეიძლება ესეთი სიწყნარე და დაჭაობება, თორემ ყველაფერი სიგლახე ამოტივდება ზემოთ. ამიტომ მე რას გეტყვით, იცით, ჩვენ გადავწყვიტეთ ის, რომ შეწირულების სახით ყველა გვარმა წარმოგვიდგინოს ერთი კანდიდატურა და გვარი დაუდგეს გვერდში. 12 კაცი გვინდა. აი გაგნიძეებიდან მე ჩემ თავზე არ ვიღებ, მევდგები ამ სიტუაციაში და გვარს, ჩემ გვარს ვთხოვ, ჩემო საყვარელო გაგნიძეებო, თუ რამე ხინჯი გაგიგია ჩემ წინაშე, იმ წუთში მომახსენეთ და გავდია მე. თუ არა და მე ვარ ის გაგნიძე თამაზი ირაკლი, თქვენ რომელიც ვდებ თავს შეწირული ვარ თქვენი გულისთვის. მე ვაკის რაიონის დეპუტატი ვარ, ზვიადმიტოვინდელი. მე ვაკელებთან ამაკ ჩემი ვალი გასასტურებლად დავპირდი და ვერავასრო, იმიტომ რომ დედა გვიტირეს, გადავაგდეს, ამიტომ ყველა გვარს, იმ 12 გვარს, რომელთაც შეიქმნება აქ დიდი დარბაზი სამართლიანობის, აი თითო წარმომადგენელს დაუდგეთ გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა. ბატონო ირაკლი, მეტი რო იყოს წარმოდგენილი მარტო 12 არ არის, 225 გვარი წარმოდგენილი. 12-მა გვარმა უნდა წარმოადგინოს თითო გვარის გვარი მაგიდან 12 გვარი თითო წარმოადგენენ და ის უკვე 225 გვარზე გადადის. 225 გვარია ძირითადი ქვეყნის გადარჩენი გვარი მაგიდან. და იმ 225 გვარში შედის ქართული გვარების 90%. აქ გასიფრულია. პრობლემა არ არის, მაგრამ გეუნებით აი ჩვენ აგერ ნატრულებთ, რომ 50 კაცი ვნახოთ, ვინც ასე დაგვიდე. დღეს თუ ჩვენ იმას მოახერხებთ, თუნდაც 10 კაცი, 12 კაცი შევკრიბეთ, იცოდეთ, რომ აი აქედან სუპორტქვით ჩავალ მეტრომდე და რა ვიცი მე. ნუ რა არის ის თავარია ქართულმა კაცმა სიამოვნება მიიღოს ერისთვის რომ შეწირავს თავს იმაში. მე მაგალითად აი გაგნიძე ირაკლი ვარ. ერთ ტაშტი რა ქვია სალფს ავიღებ და ავიტან ოსთავაზე დოკით და დაგბანთ ფეხს ყველა იმ ქართველს ვინც ქვეყნისთვის თავს გაწირავ. თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. გეხუტუნეთ, გენაცვალეთ. ცუდად არის ძალიან საქმე. თქვენ ვერ ახვდებით რა ცუდად არის საქმე რა. იმიტომ რომ კაცო, ყველა ერთიანად არის. ერთიანდებიან სომხები, ერთიანდებიან რუსები. ერთიანდებიან ფრანგები, ისე ყველა გვარი გვაქვს საქართველოში. სომხიშვილი, ფრანგიშვილი, ბერძენიშვილი, ყველა, მაგრამ იქიდან 5%-ია, რომლებიც გამოდის პოლიტიკაში და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურცხვინოს თავის დანარჩენ 95%-ს სახელი, რომ ვითომ ჩვენ გადაგვიდეს. არ არის ძმაობას. ჩვენ ყველას გვყავს ქართულს ნათლისობაში ქურთიც, სომეხიც, თათარიც, ყველა გვყავს და 90% ძალიან კაი ხალხია. მაგრამ 5% გვერდზე რომ გახტება და ფულის გაკეთება მიეყიდება ვიღაცას, ის უბუჭებს ამათ სახელს. ეს ჩვენი ახლობლები არიან, ჩვენი ნათლისები არიან, ჩვენი საყვარელი ხალხი არიან. ძალიან გვიყვარს ეს ხალხი და ნუ უბუჭებთ მაგათ საქმეს. იმ ქვეყანამ, იმ სამშობლომ, სადაც აირი ისუდეთ, სადაც კედიდან რძე გაწოვათ, იმ ქვეყანას ეცით პატივი და იმ ქვეყნისთვის შეგვეჯიბრეთ. რო იტყვიან კარენოი ქართველებს შეეჯიბრეთ შვილება ნაშვილებებო თქვენ დააფასეთ ორმაგი დააფასება თქვენი სამშობლოს დააფასეთ თქვენი მომავლის დააფასეთ და ის სამშობლოს რომელიც გიშვილათ და მე მეტი აი რა უნდა აი მაინტერესებს თქვენგან აზრების გამოთქვა ნუ აყვებით უპატრონეთ იმ დედას იმ რა ქვია დედობილს რომელსაც გიშვილათ აი ჩვენ შეიძლება რაღაცა შემეშალოს ვერ ვთქვა ისე მაგრამ მე ერთი რამე ვიცი რომ არ დავიწყება მოყლის აროზეს უზამ ზიანსა და თუ კი შენ რამეს კაის გააკეთებ ისეთი უფარმა მოგცათ გვარგაგატკეთებლებს გეუბნები აი ძიეთის ღირსება მოგცათ რომ ორი ერის საამაყო შვილი შეგიძლიათ გახდეთ გემუდარებით გახდით
ორი სამაყოშვილი უფალი დაგიფასებ, ჩვენც დაგიფასებ და ჩვენ კიდე კარგად ვიქნებით ერთად. მადლობთ ბატონო. კარგად ვიქნებით. შეიძლება ბატონებო. სიყვარულები. ჯერ ქალბატონი აულა კი. ჰელსინკის კავშირის წევრი, რა გვეთყოდით ქალბატონო? მე სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას დღევანდელ სხდომაში, ვიზიარებ აღწამოყენებულ წინადადებას და სავსებით ვეთანხმებ იმას, რომ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. იმდენად ცუდად გვაქვს საქმე, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია. ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ პატრონი, მაგრამ სჭირდებათ პატრონი, უფრო გონივრული პატრონი, ვიდრე ხალხს. არ არიან ცუდები, ძალიან კარგები არიან ეს ახალგაზრდები, მაგრამ არის ერთი მაგრამ კიდევ. ამ ახალგაზრდებმა არიციან კარგად რა იყო გუშინ საქართველო. არიციან კარგად რა იქნება ხვალ საქართველო. აქ თავისი იმედი, მხოლოდ თავისი იმედი. ასე ვერ გაუშვებთ, ჩვენად ვერ გაუშვებთ ასეთნაირად. აუცილებელია ამ ბავშვების მიხედვა. შვენივად საუბრობენ, შვენივად მე ამას გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ძალიან მოხიბლული ვარ მათი პირდაპირ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ ბავშვებმა უნდა მეტი იფიქრონ, უკეთესად უნდა იფიქრონ და პური უნდა მიუღდონ იმ უფროსებს, რომლებიც ლაპარაკობენ ხოლმე, ლაპარაკობს მაგალითად ბატონი გიორხელიძე, ლაპარაკობს ხოლმე გიგლა გობეჩია და სხვანი გამოცდილი ადამიანები და საქართველოსთვის გულაჩუღებული ადამიანები. ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ უფრო სერიოზულად მოვიკიდოთ ამ საქმეს, ვიდრე რაღაცა სანახაობას, რომელიც ჩვენს თვალწინ ტრიალებს. მადლობთ. ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს ყავს კონსტიტუციური ხელისუფლება, უზენაესი საბჭოს სახით, ღიად გამსახურდია დანატოვარი და უზენაესი საბჭო დღემდე მოდის ღირსეულად. 4-ჯერ მარტო ქალაქ გროზნოში სესიაზე იყო ღიად გამსახურდია სიცოცხლეში უზენაესი საბჭო, მაშინ როცა იურგი ჭანტურია და სხვები გაიძახოდნენ, რომ სახლებში ჩახოჩო გვიადის მომხრეებიო, ამ უზენაესმა საბჭომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ საქმე გააკეთა, თავის პრეზიდენტს ჩაყვა გროზნოში და 4 სესიაზე მიიღო ქვეყნის გადამრჩენი დადგენილებები. მაგალითად 92 წლის 13 მარტს მიიღეს დადგენილება, რომ ყველა არჩევნები, ყველა ის ღონისძიებები, რომელსაც ხუნტა და მისი სამართალ მემკვიდრეები ჩაატარებენ, იქნება ანტიკონსტიტუციური, ქართველი ერის საცოცხლო ინტერესების საზიანო და წინასწარ ბათილად არის გამოცხადებული. ამიტომ ნუ დაგვირდება ჩვენ, თუნდაც ჩემი ღრმა პატივისცემისა გიორხელიძის ძებნა იქნება თუ გიგლა გობეჩიასი, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ ორივეს, მაგრამ მთავარი არის ბატონებო, გვიან გამსახურდია ოფიციალური სამართალ მემკვიდრე უზენაესი საბჭო და მისი პრეზიდიუმის წევრი მე გახლავართ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც გსურთ საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ქვეშ დადგომა, მოგზავნით აქ და მიგიღებთ რიგი ჯარისკაცება თუ წარმომადგენლები. ყველა რიგითია. ცრებოთ. ახლა სიტყვას გადავცემ ბატონ თენგიზ ტაბაღუას, საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრს და ერთ-ერთ აქტიურ პიროვნებას. თხოვთ ბატონ თენგიზ. ქალბატონებო და ბატონებო, მე წარმოშობით ვარ ზუგდიდელი პიროვნება, თენგიზი ტაბაღუა, სახელი და გვარდია. მე ერთადერთ ჩემ სიცოცხლის მანძილზე 66 წლის კაცი ვარ და ხმა მივეცი ზვიად გამსახურდია და იარაღით ხელში დაბრძოლი კაცი ვარ. ეგ დამემოწმება სულ დაუშვათ და მე მიმართავ ქართველ ერს და არა ქართველ ხალხს, რომელსაც დღეს ყველა გამოდის სიტყვა, რომ ქართველი ხალხი აღმოჩნდა, მაპატიეს სიტყვაზე პირდაპირ უნდა თქვა. გეი, ჰომოსექსუალი, ტრანსგენდერი და რა გინდა რა სახელებს არ არქვევენ, მე ვახშე და ოხერი და უბედურება. მე ამისთვის არ მიბრძოლია ამ ქვეყნად. მე ვიბრძოლია ქართველ ერს, რომ იცხოვრა. ქართველ ერს. იმ ქართველ ერს, რომელსაც მოაქვს დღემდე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და კაცობა, რომელსაც მე ამ ბოქაში გავიზარდე.
მე ვთხოვ ქართველ ერს იმ თავრობაში მდგომის ვინც არის კიდევ რო გაეცახა ქართველი ხალხი კი არა ქართველი ერი არის ნომერ პირველი და ის ხალხი შემდგომი მწვანე ვარ არ შეიძლება ასე ბავშვები გვინადგურდება ახალგაზრდობა ასეთი ახალგაზრდობა თუ გვეძურდება მაშინ მე რაზე ვიბრძოლე მაშინ მეც არ მინდა მე იძულებულს ნუ გამხდიან ისევ იარაღი აიღო ხელში საკუთარ შვილს არ დამინდობ ქართველი ერის სახელი და შევეცრები მე ამიტომ თხოვ იმ ერთ უჯრედიან ახალგაზრდობას ცოტა რაღაცა მოტვინონ ცოტა რაღაცა იფიქრონ არ შეიძლება სამხრივი ყველაფერი მეორე მხარეში ფიქრე არ შეიძლება ეგ ცხოვრება წინ არ დაგვიყვანს ამიტომ ქართველი ერთ თხოვ ფეხზე დავდგეთ სულ და ბავშვები გადავარჩინოთ მე შვილები დაწყნარებული მაქვს დაალაგებული მაქვს შვილიშვილები მიჭირს შვილიშვილები გადავარჩინოთ სწორად დავაყენოთ ამაზე ვიბრძოლოთ ჩვენ თხოვთ ნუ ამაღებინეთ ისევ იარაღისგან ნუ შემამოვუბრუნდეთ ეს ჩემი თხოვნა იქნება ბოდის გიხდით მაპატიეთ აგერ ვარ ცოცხალი კაცი კი ბატონო ნებისმიერ დროს სადაც გინდა როგორც მეტყვით 2 წელია განცხადება დაწერილი მაქვს კახი კალაძეზე შეხვედრის დაობაზე ნუ რას უკაცრავად ეგრე არა ეს არ შეიძლება კაცო დიდ პატივს მაგრამ 2 წელი განცხადება შეიძლება კაცო მაგის ორიენტაცია არეულია და იმიტომ ამას ასე გამოდის ეს არ შეიძლება დავამატებ რომ კახი კალაძეს 5 წელიწადზე ვთხოვ შეხვედრას და იგნორირებას გვიკეთებს და კახი რაჭამი ამისთან და ვინახა რომ ვაფშე ფეხზე ვკიდი ვართ რა რაჭამა და ზუსტად ეგ არის განცხადება ჩემი დაწერილი ჩარშანწინ დავდე განცხადება თუთი ხუშივით ერთა იგივეს მიმეორებე რო დავრეკავდა არ მინდა მე მინდა სიკეთე ქართველმა ერმა უნდა იცხოვროს მე ბოკერიას მინდა უთხრა გამოვიდა და განაცხადა როგორ გაბედა ზვიად გამსახურდია საქართველოს ქართველებსო ვის აბა საქართველოს თუ არა ქართველებს ვის მე საქართველოს და ქართველების დარჩენი არ მაინტერესებს მე აგერ ვარ და კიდევ ვიბრძოლებ კიდევ ვიყავ სარამცოცხალი ვარ შევეცრები იმიტომ რომ ჩვენმა მოდმა მიცხოვროს ამ ქვეყანაში სად არის ქრისტიანობა მართლმადიდებლობა უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში მეტი არ მინდა ბოდის გიხდი მაპატიეთ გავცხარდი დიდი ბოდიში ბატონო თენგიზ მადლობთ ბატონებო არად გამსახურდიას თავის საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მოგეხსენებათ რომ ზვიადი არა მარტო პირველი პრეზიდენტი იყო არამედ საქართველოს დამოუკიდებელი პარლამენტის პირველი თავმჯდომარეც გახდათ ბატონებო ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია ქართველი ერის პრიმატი საქართველოში სხვადასხვა ერების თანადგომა ერთი სიტყვა ზვიად გამსახურდიას არც სომეხი არც აზერბაიჯანელი არც ბერძენი არც აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საწინააღმდეგოდ არ უთქვამს და ვერ ვიტყოდა იგი მათ განიხილავდა ისე როგორც თქვათ საფრანგეთში მცხოვრები არის ფრანგი მოქალაქე ამიტომ ჩვენ სასწაული ახალი არაფერი არ გვაქვს მივყვეთ ზვიად გამსახურდიას სწავლებას სიტყვას გადავცემ ტოლვის აფხაზეთის ზვიად გამსახურდია არ იყო უბრალო მოვლენა ერთი წუთი ზვიად გამსახურდია იყო მესია ეს დაფიქსირე იქ ბატონ დავით ჩონიას ხო ბატონ დავით გამარჯობა ბატონებო რა თქმა უნდა ჩვენი დღევანდელი ეპოქა ძალიან რთულია და რთულია იმიტომ რომ ქართველ ერს დღეს ძალიან ბევრი ტერი გამოუჩნდა იმიტომ რომ აი ეს ჩვენი სამშობლო იბერია ისეთ ლამაზ ადგილას მდებარეობს და გეოგრაფიულად ისეთი არაჩვეულებრივი სილამაზით არის აღსავსე რომ ყველას უნდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორია მიიტაცოს ნაწილ ნაკუც და აგრე ამბობდა თავის დროზე საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია რომელიც პრეზიდენტიც მაშინდელმა იბერიამ საქართველოს მოსახლეობამ თითქმის 80%-ით რომ აირჩია ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი
დღემდე ეს ყველამ უნდა უწყოდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არის ბატონი ზვიად გამსახურდია. მართალია, ის დღეს ცოცხალი არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მან ისეთი საფუძველი დატოვა ხვალინდელი დღისათვის, მომავლისათვის, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს და უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელმა საზოგადოებამ. ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს, სასაცილოა პირდაპირ, რომ ეგრეთ წოდებული ორი პრეზიდენტია და ერთმანეთს უძახიან, შენ უკანონო ხარ, შენ უკანონო ხარო. ეს არის სამარცხვინო რამ. მე გეუბნებით ყველას გეუბნებით ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ ყველანი ხართ უკანონოები და ერთმანეთს ეწყობებით ამის თაობაზე. თქვენ სამშობლო იბერია კი არ გაინტერესებთ, თქვენი მიზნები და ამოცანები გაქვთ, რომელი მიზნები და ამოცანები არა იბერიას, საქართველოს ემსახურება, არამედ ემსახურება თქვენს თავს. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რაც ხდება, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. დღეს რაც მიმდინარეობს აქ ამდენი მანიფესტაციები, ამდენი გამოსვლები, ეს ყველაფერი ვნებს ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. ჩვენი მომავალი მალტაში კი არ უნდა წყდებოდეს, ევროკავშირში კი არ უნდა წყდებოდეს, კრემლში და თეთრ სახლში კი არ წყდებოდეს, არამედ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე, აი აქ იბერიაში უნდა წყდებოდეს. ეს თავის დროზე გადაწყვიტა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და ხალხნო ვიყოთ აი ამ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტოვას იდეოლოგიის, ყოლხური კოშკის იდეოლოგიის ერთგულნი დაეყურავდეს ყოლხური კოშკის იდეოლოგია. ამერიკელი მწერალი ფოსტერი ბრძანებდა თავის დროზე გასულ საუკუნეში, ბედნიერია ის ერი, რომელმა ერის წარმომადგენელმა, კერძოდ კონსტანტინე გამსახურდიამ, თავის ღირსეულ წინაპარზე დავით აღმაშენებელზე შექმნა ასეთი უზარმაზარი ტრილოგიაო. დედამიწის ზურგზე მსოფლიოში არც ერთ მწერალს თავისი სამშობლოს შვილზე ასეთი ნაწარმოები არ შეუქმნიაო. და მეორე საკითხი, და სწორედ მისმა შვილმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტოვამ ყოლხურ კოშკში აღზრდილმა სწორედ რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირის იმპერიას, ანუ ოკეანეს გამოსტაცეს საქართველო და მთელი მსოფლიო აღიმართა საქართველოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროპის, განსაკუთრებით რუსეთის და შეერთებული შტატების, რადგან ეროვნული სახელმწიფო იქმნებოდა, ეროვნული ქართული სახელმწიფო იქნებოდა, ჩემო ძვირფასებო. აი ეს თურმე არავის ნდომებია, რომ დედამიწის ზურგზე ეროვნული სახელმწიფო ყოფილიყო. ჩვენ ის სახელმწიფო უნდა გავხდეთ კვლავ, რომელი სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა დიდმა ზვიადიმ, დიდმა მერაბმა და ჩვენმა ღირსეულმა მამულიშვილებმა, მაშასადამ წინაპრებმა. მე თქვენ დღეს ვანდელ თაობას მოგიწოდებთ. არა რუსთაველზე გამოსვლას ყოველდღიურს, არამედ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, რომ ჩვენ იბერია კვლავ გავხადოთ დავით აღმაშენებლის ეპოქისა. გავხადოთ ისეთი ძლიერი, როგორიც იმ დროს იყო. ჩვენ ღირსეული წინაპრები გვყავდა და ღირსეულ წინაპრებზე შეგვიძლია წვდომა გავაკეთოთ და აი ამ წვდომის, აი ამ ღირსეული წარსულის ერთგული უნდა ვიყოთ
ჩვენ არ უნდა შევრცხვეთ მომავალი თაობის წინაშე. ჩვენ უნდა დავტოვოთ ისეთი სამშობლო, ისეთი საქართველო, როგორიც თავის დროზე ჩვენმა ღირსეულმა მამულიშვილებმა დატოვეს. ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს. ერთ მშვენიერ დღეს კვლავ აღორძინდება, კვლავ აბიბინდება და კვლავ ძლიერი გახდება ჩვენი სამშობლო. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს პატივს ვცემთ ღმერთს. მაშა სადამე ღმერთს თუ ვცემთ პატივს, ჩვენ ღმერთი უნდა გვფარავდეს. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთში ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომელმა არჩევნებმა არ გამოავლინა ეგრეთ წოდებული გამარჯვებული და 15 დღის შემდეგ კვლავ ჩატარდება მორიგი არჩევნები. ერთი ეს არის ბადრი გუმბა და მეორე არის ადგურ არძინბა. ბადრა გუმბა მიიღო 48%, ხოლო მეორე მიიღო 36%. 5 კანდიდატი გახდა. აქ რა თქმა უნდა არჩევნებს წარმართავს არა ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ კლავინდებურად კრემლი. ჩვენ გვინდა რომ ისევ და ისევ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს. მე მოუწოდებ აფხაზეთის მოსახლეობას, იქ მარტო აფხაზი არ არის, იქ მარტო არმენი არ არის, იქ სხვა ერის წარმომადგენლებიც არიან და იქ 40,000 ქართველია. სამწუხაროდ იმ 40,000 ქართველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მე ვეუბნები გაეროს ადამიანის უფლებებს. მიხედეთ ამ საკითხს, შემოკარგებო, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აღიარა ეგრეთ წოდებული აფხაზეთი, როგორ და რანაირად, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა მანდ. ასეა სხვაგანაც და მე მოუწოდებ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას გონს მოეგონ. ჩვენი იბერიის გარეშე მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება, თუ ისინი დადებითად არ გადაწყვეტენ. აუცილებელი კი არ არის ომი, არამედ აუცილებელი არის პატივისცემა ურთიერთი. ჩვენგან რომ ამდენს ღებულობს, თქვენ გონს მოეგეთ და ჭკუა იხმარეთ და კვლავ საქართველოსაკენ. აი ესა თავარი ამოცანა აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობისა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრებით, გეუბნებით, რომ როგორც ერი აფხაზი აღარ არსებობს. მოკარგებო, თქვენ ხელოვნურად შექმნილი ერი ხართ, ხელოვნურად. და ვინ შექმნა იცით? ვინ შეგიწყოთ ხელი? ისევ და ისევ საბჭოთა იმპერიამ. და ეს საბჭოთა იმპერია ხო ხედავთ რომ ინგრევა. არავითარ შემთხვევაში აფხაზი ერი აღარ არსებობდა. და თუ არსებობს აფხაზი, მათი მთავარი ენა, სალაპარაკო ენა არის ქართული ენა. გონს მოეგეთ, ისტორიკოსებო, სწორად წარმართეთ და წერეთ სწორი ისტორია და არა გააყალბოთ უნდა. დღეს გაყალბებულია საქართველოს ისტორიაც და წარმოიდგინეთ რომ რამდენიმე არხს ჩართავ და ყველგან ერიდებიან სწვან დავით აღმაშენებელი, ყველგან ერიდებიან რომ სწვან ზვიად გამსახურდია, ყველგან ერიდებიან, ყველა არხიერიდება სწვას კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა. რაშია საქმე? იმაშია საქმე, რომ ღირსეული მამულიშვილები რომ წარმოაჩინონ ეს არ უნდათ. დღეს ისეთი ეპოქაა, რომ გმირი ლაჩარია, ხოლო არაგმირი გმირია. ასე არ შეიძლება, ჩემო კარგებო. გონს მოდით
და შევქმნათ ეროვნული სახელმწიფო საქართველო, ანუ იბერია. ფარავდეთ ღმერთ. მადლობთ ბატონებო და ქალბატონებო, როგორც ნახეთ, ეს არის მერაბ კოსტავას საცხოვრებელი სახლი. ამის წინ იყო დღეს ჩვენი შეკრება. უამრავი საკითხი დაისვა, აქ მეგობრებმა წამოაყენეს, მაგრამ მთავარი, როგორც მოგახსენეთ, არის კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, რომელსაც ერთადერთ ძალუძს საქართველო გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, მას აქვს ამისი იურიდიული უფლება, სხვა დანარჩენ არავის არ აქვს, რადგან ყველანი არიან ჯაბაიოსელიანის, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ბიძინას სამართალმემკვიდრეები, რომლებსაც იურიდიულად არ გააჩნიათ უარი თქვან ყველა იმ საქართველოს დამანგრეველ ხელშეკრულებაზე, რომლებსაც მათ მოაწერეს ხელი და არც მათ სამართალმემკვიდრეებს. ასე არის. მადლობთ. მადლობთ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. მე ისევ მოუწოდებ ახალგაზრდობას მოვიდნენ მერაბის ეზოში და შესაბამისად გაეცნონ ისტორიას და საქართველოს მომავლისთვის ერთად ვიბრძოლოთ გაბწყინებული საქართველოსთვის, როგორც უნდა მერაბს და ზვიას და მერაბს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს და ქართველ ერს გაუმარჯოს.